მოდით მოусმინოთ რას ამბობს პატიოსან და ცხოლოს ყოფილ ჯვარზე მსოფლიო მამა და მასწავლებელი იოანე ოქროპირი. ამ საუბარს ქვია ჯვრის ნიშზე. ნიში ნიშნავს ნიშანს, ჯვრის ნიშანი. რის ნიშანია? ჩვენი გამოხსნის ნიშანია, ეშმაკზე განარჯვების, სიკვდილზე, ჩვენი სხონების ნიშანი არის, რომელიც უფლისაგან მოგვეცა. სხვადასხვა მანამდე შეგახსენებთ ალბათ ზოგიერთ თქვენთაგან საუბრობს წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრება. საუკუნეებით ადრე ცხოვრობდა. დაახლოებით 9 საუკუნის წინათ. როდესაც იგი სულით იყო ანგელოზის მიერ ღვთის ბრძანებით აყვანილი ზეცაში. ვიდრე სასუფეველში შეიყვანდნენ, ეთეროვან სამყაროში მიატარებდნენ. ყოველ ცალზე იყო აღმართული ძელი პატიოსანი ენით გამოუთქმელი ნათება ახლდა. განსაკუთრებით მატულობდა ნათება, რაც უფრო უახლოვდებოდა ისინი ზეცაში. და ანგელოზები, ანუ ზეციური ძალები და წმინდანები მოვიდოდნენ და თაყვანისცემდნენ მას. ერთ-ერთი რუსი ღვთისმეტყველის, მათ შორის საქართველოში დაბადებულს და ისე შემდეგ, პავლე ფლორენსკი ამბობს, რომ ჯვარზე უნდა ვთქვათ არა რა, არამედ ვინ. ის თითქოს ცოცხალი არსებაც არისო. მან განსაკუთრებული საფრთხე ძალა და განსაკუთრებული ყოფიერება შეიძინა ღვთის მადლით. მას რას ამბობს იოანე ოქროპირი ჯვრის ნიშზე? განსაკუთრებულად ხედულობას ხავს თავის თანამედროვეები, რომლებსაც ჩვენოდა ჯვრის გადაწერა. ასეთები დღესაც არიან, რომ აი მინდოდა მელოცა, მაგრამ შემცვა, გამცინებდნენ. ჯვრის გადაწერა მინდოდა ტაძართან გავიარე, მაგრამ რა სიტყოდნენ სხვები? შედალო წვილეშვილო, შენი პატიმოყარეობის ჭია რომ არ მოგიკლან, იმის გამო შენ ჯვრის არ გამოიცხა მალავ შენ სარწმუნოებას, რომელიღაც ფანატიკოსი, უგუნური, კერპის თაყვანისმცემელი მუსულმანი ქუჩებში შლის თავის ფარდაგებს და ლოცულობს და შენ რომ შენი გამოხსნის ნიში გამოისახო, ესეც კი ხრცხვენია. რაზე მუშაობს, როგორც დღევანდელი სიტყვით ვიტყოდი, სადღაც დღეს პატიმოყარე, თქვენ რომ პატიმოყარენი არ იყოთ? ვინ რა სიტყვა და გაიცინებდა თუ რა სიტყვა? აი იოანე ოქროპირი მაგასაც პასუხს აძლევს, ვინც დასცინიან ჩვენ ჯვარს, შენ ამას არ მიარცევდი ყურადღებას. მაგრამ შენ ხო პატიმოყარე ხარ? დიდების მოყარე, შენ უფრო აქცევ იმას ყურადღებას, რას ფიქრობენ ადამიანები და იმას რა სიტყვის უფალი, როცა შენი სული ქედადრეკილი და თავდახმით დადგება უფლისიერ, შენ ხო მამაზე არ ფიქრობ? თითქოს სულ ცოცხალი იქნება, თითქოს ყველაფერი ასე გაგრძელდება. მოვა ის ვინც არ გინდა მოვიდეს, ხშირად მithmas გაგიყვას ის რაც არ გინდა გაყვება. არავის უსურვებდი იქ შესვლას. ნურავინ დაირცხვენთ ჩვენი ხსნის ღირსთაყვანისცემი ნიშნების გამო, რომლითაც ჩვენ ცოცხლობთ, ამბობს იოანე ოქროპირი და ყოველთა სიკეთეთა დასაბამისთვის, რომლითაც ვარსებობთ. არამედ გვირგვინივით ვატაროთ ჯვარი ქრისტესი, არამედ თუ მის მიერ აღესრულება ყოველივე, რაც ჩვენთვის საჭიროა და აი ჩამოთვლის კერძოთ რა. საჭიროა დაბადება, აქ სულიერ დაბადებას გულისხმობს, ნათლისღებას, საიდუმლოებას, სულიერ აღმოშობას. საჭიროა დაბადება, თავაზობენ ჯვარს, ვინ? ეკლესია. საიდუმლო საზრდელით სურს დაყურება, ანუ წმინდა ზერებით, ქრისტეს ყოვლადწმინდა და უხრწნელი ხორცითა და სიხლით. დაყურება, ხელდასმის მიღებაა საჭირო, ან რაიმე სხვა გასაკეთებელი, ყველგან გამარჯვების ეს ნიშანი წარმოგვიდგება, ანუ ჯვარი პატიოსანი. ამიტომაც რომ კურთხევა საერთოდ ზიარება თუ რა წარმოუდგენელია ამის გარეშე. ამიტომაც რომ ყოველგვარი გულისხმიერებით აღვბეშტავთ მას სახლებზე, კედლებზე, კარებებზე, შუბლზე, გულზე, ყველგან. რამე თუ ჯვარი ჩვენი ცხონების, საერთო თავისუფლებისა და ჩვენი მეუფის წყალობის ნიშანია, რომელიც ვითარცა ცხოვარი კლად მიიგვარა ჩვენი ცოდვებისათვის. ამიტომ, როდესაც ჯვრის ნიშს გამოისახავ, წარმოიდგინე ჯვრის მთელი ჩინებულობა, დააცხრე რისხვა და ყველა დანარჩენი ვნება. როდესაც ჯვრის ნიშს გამოისახავ, და შენ შუბლზე ცოცხალი სასუება, ანუ იმედი გამოისახოს, ხოლო სული შენი კი თავისუფალი ხდება. ჩვენ კი როგორ ვიცით? უღიმხამოთ. ზერელე, რამდენს გისტორებ და გასავლე წლებია პირჯვარი, ესეც კი არ შეგიძლიათ გააკეთოთ. თითები როგორ დააწყო, რას გამოხატავს? მოდი კიდევ ერთხელ გასავლით. როდესაც მე მინდა ჩემი შინაგანი რწმენა გამოხატო, ანუ აღსარებელი შევიქნეთ ჩემი სარწმუნოებისა, მარჯვენა და არა მარცხენა, იგულისხმება თუ ადამიანს დაავადებული აქ არა აქ მარჯვენა, მარცხენა მხოლოდ მაშინ დაშვება, რომ მარჯვენა სიმართლეს, სიკეთეს, სინათლეს განასახიერებს. მარჯვენა ხელის მტევნიდან სამი თითი, აი ეს თითები თანასწორად უნდა შევაერთო. ეს თითები ზოგი მსხვილია, ერთმანეთთან შედარებით, ზოგი წვრილია, ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია, მაგრამ როდესაც მე მსურს გამოვხსნათ ჩემი რწმენა ყოვლადწმინდა სამება ღმერთში, მე თანასწორად ვაერთებ ამ დაბალსა თუ მაღალ თითებს, თანასწორად. მიაქციეთ ამას ყურადღებას, ზერელეთ რომ ისახავ პირდაპირ. ცოდვაში უფრო დგებით, ვიდრე მადლს მოიწვევ თქვენზე. დანარჩენი ორი თითი ბოლომდე უნდა მოხაროთ. იგულისხმება მოხუცი არ არის, მარილები არ ზოგადად. ლაპარაკობისაც ეს გარემოება არ აწუხებს. ეს ორი მოხრილი თითი გამოხატავს იესო ქრისტეს ორ ბუნებოვნებას, რომ ის არის სული ღმერთი და სული კაცი. ამას გარდა, ამ ორი თითიდან ერთი მაღალია, მეორე დაბალი, ნეკი. მაღალი თითით გამოიხატება იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. დაბალი თითით კაცობრივი, იმიტომ რომ კაცობა ღვთაებასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ბევრად დაბალი და საერთოდ შედარებაც კი არ შეიძლება. მაგრამ იესო ქრისტემ მიიღო დიახ კაცობრივი ბუნება სისავსით და განახმრთო იგი. ამიტომ ეს ორი თითი მოხრილი გამოხატავს სწორედაც რომ ქრისტეს ორ ბუნებოვნებას. მე რა არის საინტერესო? აი ამას ხირომანტით ამ ბორცვს ეწოდება ვენერას ბორცვი, სიყვარულის ბორცვი. როგორი დამაფიქრებელია რომ ეს გოლგოთას განასახიერებს ეკლესიური გაგებით. როგორი დამაფიქრებელია რომ სწორედ გოლგოთას თხემზე ვენერას კერპი აღმართეს განზრახს წარმართება ქრისტეს შესაგინებლად. ალბათ თქვენ ეს გახსოვთ.
ესე იგი ქრისტე ორბუნებოვნები გოლგოთის თხემზე დაიკვლება. აი რას გამოვხატავთ რატო ხრით ორთიც. შემდეგ როცა სწორად დავაწყობთ თითებს და გამოვხატავთ ჩვენი სარწმუნოების ორ უნიშნელობას დოგმას, სწავლებას ყოვლადწმინდა საერბა ღმერთს და ქრისტეს ორბუნებოვნებაზე, ჩვენ უნდა გამოვისახოთ პირჯვარი ამგვარად ჩვენს სხეულზე. ზოგი ჰაერში აჩერეთ, ბოლომდე უნდა მიიტანო, შუბლთან უნდა მიიტანო, ბოლომდე შუბლზე უნდა დაიდო. გულში ან ხმამაღლა ამბობ სახელითა მამისაითა, შემდეგ უნდა დაუშვა. ეს მოასწავებს რას ამასაც აგიხსნით. ოდნავ ჭიბზე მოც, ზოგი აქ იწერს, ზოგი იქ იწერს, უკუღმა იწერს უმეტესობა პირჯვარ, თავდაღმა. ეს არის შეურაცხყოფა თავად მასზე ჯვარცმულისა და ჯვრის ნიშისა. დაუშვებთ ხელს, ესე იგი ოდნავ ჭიბზე მოც. ესე იგი სახელითა მამისაითა, შემდეგ დაუშვებთ გულში ამბობთ ახმამაღლა დაძისაითა, შემდეგ გადაისახავთ მარჯვენა მხრიდან, უნდა მიიტანოთ, თუ რამე არ გაწუხებს და ვერ მიგაგ. მარჯვენა მხრიდან მარცხენაზე და სულისა წმინდისათა. მეორეს აი რას განასახებს გარდა ყველაფრისა. გამოისახეთ, ჯერ თითქოს მარტივია, მაგრამ ამხელა სიღრმეა ბიბლიური სწავლება მასში. იოანე ოქროპირი მის სიტყვასაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ, როდესაც გვასწავლის ადამიანის შესაქმეს, ამბობს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ თავის სხეულზე მაღლა, ანუ თავი გონება უნდა მართავდეს ადამიანს და დღეს ემოციები მართავენ ადამიანს, ბნებები მართავენ, უყუპავენ, ვიდრე მართავენ. ეს კი განასახიერებს მრგვალი როა ზეცას, საერთოდ სიმრგვალე, ჯერ კიდევ პითაგორელთა სრულყოფილების სიმბოლო იყო. გონება, რომელიც მასშია, ტვინი განასახიერებს უფალ ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას, ღვთიურ დიდებას. შემდეგ ესე იგი, როდესაც შენ მიგავს თითები, შუბლთან, ხელი და გამოისახავ და ქვევით უშვებ, ამის რაც გამოხატავს, რომ ყოვლადწმინდა სამების ერთი პირი, კერძოდ როგორც ჩვენ უკვე ვუწყით, ძებთისა ხორც შეისხავს, ადამიანურ ბუნებას იღებს. როგორ იღებს? სულისაგან წმინდისა და მარიამ ქალწულისაგან, კერძოდ ქალწულ მარიამის ქალწულებრივ სისხლთაგან. მიიღებს ჩვენს ხელს და კაცობრივ ბუნებას. ჭიფთან რატო ვიწერთ პირჯვარს? არსებობს ცნობილი გამოთქვა, ყველა გზა რომზე გადის. დღეს განსაკუთრებით ყველა გზა ჭიფზე გადის, მუცელზე, სტომაქზე, სიამოვნებაზე. შემთხვევითი არ იყო, რომ სამი ცნობილი გამოსდიდან მასტურმა ქრისტეს ნათლისღების შემდგომ ერთ-ერთი უპირველესი გამოსდა სწორედ კუჭთან დაკავშირებით საზღვრთან მოუწვა. გახსოვთ, როცა შეემშია ქრისტეს, როგორ აცნუნებდა მას ბოროტია, როგორ მოიგერია უფალმა იგი. ამავე დროს ეს განასახიერებს გოლგოთის თხემს და ჯვარს გამოვისახავ, გამოხატავთ, რომ უფალი ჩვენი მოგვევლინა, რათა შობასთან ერთად კიდევ ერთხელ უდიდესი სიყვარული გამოევლინა, რადგან მისი შობაც უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა ჩვენ და ჯვარცმა აღესრულებინა, ანუ სულითვისი დაედვა მწყემს საკეთილსა ჩვენ ცოდვილთათვის. და როდესაც მე ბაჟვრიდან მარცხნივ ვისახავთ, ეს განასახიერებს სული წმინდის მოფენას და ღვთის სიტყვის ქადაგებას 4-ვე კუთხეში, აი 4-ვე კუთხეს განასახიერებს შვილის ნიში. თავად ჯვარს რატომ ეცვა ჯვარს? კითხულობს ათანასიდი, არ შეიძლებოდა მაგალითად რომ იოანე ნათლისმცემელი თავი მოეკვეთა რა, გაკლები მოწამეობა იქნებოდა, ან ესაიასავით გაეხერხათ რა, ნაკლები წამება არის? არ აჩვენებდა ამით ჩვენ და მისი სიყვარულს. მანო ჯვარზე განართხა ხელები და ამით ყოველ ადამიანს მოუწოდა 4 კუთხიდან. ჯვრის 4 ქიმი 4 კუთხეს აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი განასახიერებს და მე მithქვამს უწინას იოანე ოქროპირის მიხედვით რომ ადამ ქართულად რომ თარგმნოთ ნიშნავს და ეს არ დაგავიწყეთ ღმერთმა უწოდა ადამიანს. ეს არც ერთ ენას არ ეკუთვნის, ესე ვთქვათ ადამიანებს. არც მათ შორის ებერების ენას, რომელიც უპირველესი ენა იყო, ვიდრე ბაბილონში ენებს გაამრავლებდა ანგელოზის გარდამოსვლით უფალი, ამ პარტავნებისაგანო. ეს ღმერთმა თვითონ უწოდა პირველ ადამიანს. ადამ, რაც ქართულად ოქროპირის განმარტებით ნიშნავს 4 კუთხის ანაგრამებს. აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი. რაც ხმამაღლა თქვა, აღორძინდით და გამრავლდით. მოედეთ ქვეყნიერებას. ქვეყნიერება 4 კუთხით იზომება. თავად იესო ქრისტესაც მეორე ადამი ეწოდება. რაც გულისხმობს იმას, რომ იესო ქრისტე მოვიდა, რათა მთელი ქვეყნიერებისთვის მიმოეფინა ღვთის სიტყვის ქადაგება და ყველასათვის დაკლულიყო და ყველასთვის აღესრულებინა გოლგოთის მსხვერპლი. თუმცა ყველამ როდი ისვინა უფლისა, როდი შეუდგა მას, პირიქით უარყვეს კიდეს და ჯვარცაცვეთ. დღეს განსაკუთრებით ითქვის, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი არიან ქრისტეს ჯვარცმელები, არა მარტო ურიები, არამედ მთელი ქვეყანა. ურიად არის ქცეული მთელი ქვეყანა, ქრისტეს კვლელებად არიან ქცეული. როდესაც ჩვენ ერთმანეთს გულს ვკეთთ, როდესაც ვამცირებთ, როდესაც უსამართლოდ ვექცევთ, როდესაც ვუყვირით ერთმანეთს, როდესაც ვზარდვათ, გლებს ერთმანეთს, ჩვენ ვართ ქრისტეს კვლელები, ჩვენ ვართ ქრისტეს ჯვარცმელები. ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, მე მომხედეთო, შვიდ ვარ და დაბალგულითან. და მე მსგავსეთ მე თქვენ გად ამის უნარი და თქვენ მოგეცით მადლი ამისი ჩემი ხსნელით ნებებით სული წმინდის მადლი მოგბინეთ მადლის მიერ ადამიანი შეიძლება გახდეს ღმერთი ღმერთია ბუნებით ადამიანი ღმერთი ხდება ანუ განიღწობა სული წმინდის მადლით რა არის აქ საჭირო მხოლოდ ერთი რა გაუხსნა გულის კარები უფალს რომელიც საცოდავად ამბობს როგორც უკანასკნელი ატირებული გლახაკი
მე ვრე ყოველი ადამიანის გულის კარზე ეგებ ვინმე მისმინოს და განმიხვნას გულის კარები. ეს ერთი გევალება ადამიანო, ეს არის შენი მაღალი დანიშნულება და ღირსება. გულის კარს თუ გაუხსნი, ის შემოვა და თვითონ აღასრულებს როგორც მორჩილი და მონა შენს გულში ყოველ გააძევებს, განწმენდ შენს გულს იქიდან ყოველ უკეთურებას გააძევებს და სულიწმინდის მადლით აგავს ესაც სადგურად გახდის ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა. მე თქვენში და თქვენ ჩემში აი ეს განხორციელდება ადამიანსა და ღმერთს შორის, ღმერთსა და ადამიანს შორის.